საგარეჯოს მუნიციპალიტეტში წარჩინებული სტუდენტები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის საგარეჯოში მოღვაწე ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის ფულად ჯილდოს მიიღებენ. განაცხადების მიღებამ ერთი თვე გაგრძელდება, სტიპენდია 2024-25 წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით გაიცემა. პროგრამის მიზანია სტუდენტების წახალისება. ეს გახლავთ წარმატებული სტუდენტების წამახალისებელი პროგრამა. წარმატებული სტუდენტებისათვის, მაღალი აკადემიური მოწრების სტუდენტებისათვის, რომელიც შევიმუშავეთ 23 წლის ბოლოს ერის თხოვნით, რომ რაიმე განსხვავებული ორიგინალური მოგვეფიქრებინა ზუსტად ამ აქცენტი ქონდა აღებული ბატონმერს თხოვნა იყო, რომ აი სწორედ კარგად ვინც სწავლობდა, ასე ვთქვათ, კარგი წარმატებული სტუდენტების წამახალისებელი პროექტი მოგვეფიქრებინა. სტიპენდია გულისხმობს ანუ როგორც გითხარით, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების სახალისებას, მათ, ვისაც ყოველი სემესტრის ბოლოს ყველა საგანში აქვს 91 და მეტი ქულა. და 2024 წლიდან დავიწყეთ ამ სტიპენდიის გაცემა მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის. რა თქმა უნდა, მოიცავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სტუდენტებს მხოლოდ და მხოლოდ ყოველი სემესტრის შემდეგ მიიღოს ეს სტიპენდია, ანუ წელიწადში ორჯერ მიიღოს ბავშვმა ეს სტიპენდია, ახალგაზრდამ ეს სტიპენდია. თუ წარმოგვიდგენ შესაბამის საბუთებს, ანუ როდესაც მერია აცხადებს საბუთების მიღებას, სტიპენდიის მსურველთა, ანუ კანდიდატთა საბუთების მიღებას წელიწადში ორჯერ. ეს არის პირველი სემესტრის შემდეგ, გამოცდების შემდეგ, როდესაც უკვე ვთქვათ, ვიცით რომ მიწურება გამოცდება. წარმოადგენენ საბუთებს, შესაბამის საბუთებს, წარმოადგენენ ცნობას საცხოვრებელი ადგილიდან, წარმოადგენენ ცნობას, რომ საგარეჯოს სკოლა აქვს დამთავრებული, ასე ვთქვათ. ესეც ასე ვთქვათ, ჩვენი საკრებულოს დადგენილების ნაწილი გახლავთ, ჩვენი სტიპენდიის გაცემის წესის ნაწილი არის და მოთხოვნები არის, რომ საგარეჯოს სკოლა უნდა ქონდეს დამთავრებული, საშუალო სკოლა, საშუალო საფეხური. შესაბამისად უნდა წარმოგვიდგინონ დოკუმენტაცია, აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სასწავლებლიდან, უმაღლესი სასწავლებლიდან, უნდა პირადობის დამადასტურებელი საბუთები და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც აი ამ ჩვენი წესით არის განსაზღვრული. და მიიღებენ ერთჯერად წამახალისებელ ჯილდოს 770 ლარს. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ.